პეტრასციხე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის ძეგლია ქობულეთის ტერიტორიაზე, რომელიც გახლავთ აშენებული მე-6 საუკუნეში, ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე პირველის ბრძანებით და იგი მისი სახელი, პეტრასციხის სახელი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენასთანაა დაკავშირებული უშუალოდ მე-6 საუკუნეში და შემდეგი პერიოდშიც. თავად აშენებიდან მალევე 525 წელს იხსენიება ციხესიმაგრე და მალევე, ესე რომ ვთქვათ, დიდ ომში ხდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, გულისხმობ 20 წლიან ომს ლაზიკაში, რომელიც ისტორიაში შეგვიძლია ესე ვთქვათ მოვიხსენიოთ როგორც დიდი ომიანობა ეგრისში. პეტრასციხე გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი. ვინაიდან იუსტინიანეს წარმომადგენელი იოანე სტრატეგოსი სწორედ აი ამ ადგილიდან და პეტრასციხიდან ესე ვთქვათ აკონტროლებდა ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობასა და ექსპორტ-იმპორტს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ლაზიკის ტერიტორიასთან. მე-6 საუკუნეში ესე ვთქვათ, ისე აქტიური ცხოვრება აქ წყდება, თუმცა საეკლესიო რელი გარდა ჩვენ ვახსენებთ ახლა პოლიტიკური დატვირთვა, ვახსენებთ ეკონომიკური დატვირთვა, ამასთანავე გახლდათ ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსოს ცენტრი დაახლოებით მე-10 საუკუნემდე და აქედან შემდეგ მე-10 საუკუნეში საეპისკოპოსო ცენტრი გადაიტანეს ხინოში და შემდეგ ესე ვთქვათ ისტორიულ წყაროებში აღარ ჩანს პეტრასციხე ისეთი მნიშვნელობით, როგორც მანამდე არსებობდა და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ შესაძაც ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფო იქმნება და აქედან გაცილებით შორს ინაცვლებს სახელმწიფო საზღვარი. თავისთავად ციხესიმაგრის პოლიტიკური დატვირთვაც ქვეითდება და ნუ არსებობს შუა საუკუნეებში და განსაკუთრებით უფრო გვიან შუა საუკუნეებში რამოდენიმე უცხოელი მოგზაურის ცნობა, რომლებიც აქ ადასტურებენ რომ რაღაც ეკლესია და ეკლესიის ნაშთები არსებობს, ასევე ადასტურებენ რომ რაღაც ციხესიმაგრის ნანგრევებიც არის და ნუ სხვადასხვა სახელით დამახინჯებული ვერსიით მოიხსენიებენ. მაგრამ არსებობს ასევე ერთ-ერთი ვერსია, რომ ვეფხისტყაოსანში მოხსენიებული ეს ლეგენდარული ქაჩთა ციხე, სწორედ ეს პეტრასციხე და მასთანაა ასოცირებული. ამ ლიტერატურულ ცნობას ესე რომ ვთქვათ, ესე დავარქვათ, იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილი, ქართველი ისტორიკოსი, ცნობილი ისტორიკოსი და გეოგრაფი. უკვე 500 წლის შემდეგ, თითქმის 500 წლის შემდეგ და მოიხსენიებს ისევ ქაჯეთის ციხედ, ესე ვთქვათ. აქ იყო 10 ძირი გაუბედურებული მანდარინი. და ნიადაგი ძალიან წითელი და გამოუსადეგარი. ამიტომ შავიდან შევქმნით, გამოვჭერით სრულად, რაღაცა იდეის დონეზე მქონა, რომელიც ძალიან აბსურდული ეჩვენებოდათ მოხელეებს და ამ შედეგამდე მივედით, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი შრომა არის საჭირო, რომ რაღაც ბაღნარის დონეზე მივიდეს. წითელი მიწა გამოუსადეგარია ყველა. რაღაც მცენარებისათვის კარგია, ანუ ჩაისათვის მაგალითად, მაგრამ ჩაის კულტურა საკმაოდ რთული მოსავლელია და ანუ თან ჩვენ ახალგაზრდებმა აი რაღაც არ დავაფასეთ ეს კულტურა და მოვთხარეთ, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ მანდარინი. მანდარინიც რაღაცა მოსავლიანობის შედეგად აღმოჩნდა ისე რომ არ იყო შემოსავლიანი და არავინ არ უვლიდა. ანუ ესეც გვაქვს, მაგრამ რაღაცა ისე ჩვენ რომ გამოვიყვებოდ და რაღაც რეალიზება რო აღარ ხდებოდა საზოგადოებაში
საზოგადოებამ მიატოვა ეს მცენარე და შემდეგ უკვე მიწა ყველას აქვს, მაგრამ რაღაც ტურიზმის დატვირთვით დაიწყო 3 წების გამოყენება და აი მე ეს უფრო მეტად ჩემი ოცნებობას გავყევი, რომ რაღაც ხელოვნება და ბუნების სიყვარული დავაკავშირე ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ რაღაც ჩემი საზღვარგარეთ მივიღე განათლება, რა თქმა უნდა, და როცა დაბრუნდი ჩემს სოფელში, ჩემი გამოცდილება უნდა გადავცე პატარებს, იმიტომ რომ თუ ცოდნას არ გავაზიარებთ, მაშინ ვიქნები ჭაობივით. და რაღაცა ეს მინდა რომ ბავშვებს ვასწავლო, რასაც ევროპის კარგი მაგალითები რაც კი იქ დავინახე და ვისწავლე, მინდა რომ ამათმაც მიიღონ და ვფიქრობ ყველაზე კარგი შედეგი მიიღო ზუსტად იმან, რომ მე რასაც მხედავენ, ისინიც იმასვე იმეორებენ. თითქმის სრული სოფელი. და აი ამათაც რაღაცა უანგაროდ უყვარვარ. რადგან იციან რომ ყველაფერი მათთვის კეთდება, სუპერ. ეს არ გინდა რომ მოაცალოთ ახლა დაზიანებული ფოთლები, რადგან უკვე სეზონი გავიდა. გალამაზეთ. ქრიზანთემები შემოდგომის ყვავილია, მაგრამ უკვე იწურება ეს სეზონი ესე რომ ამაზად გალამაზეთ. ერთვეს კიდე გაძლებს. ყოჩხ. ჩავაბარე აკადემიაში, ათენში კერძოდ ფოტოგრაფიაზე, თუმცა იყო ჩემი ოცნება სარეჟისორო, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდი ფოტოგრაფად, თუმცა ვიყენებ ფოტოგრაფიაშიც, მინდა გითხრათ, ყველა იმ რეჟისორის რაღაც საოცნებო, ჩემს საოცნებო თემებს, ანუ დგამ ხოლმე და ზოგადად უფრო დადგმული ფოტოგრაფიისაკენა ვარ, მაქვს მიდრეკილება. ისე ბუნების სიყვარულმა, ისე ოჯახის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ დარჩენილიყავი და მებრძოლა სრული ძალებით, რომ შემეცვალა ირგვლივ მინიმუმით მაინც გარემო და მართლაც პირველი სტუდია გავხსენი აჭარაში, 3 წელი სასწაულად დიდი რეიტინგით იმუშავა და პანდემიაში უკვე როცა საკუთარ სოფელში აღმოჩნდი და 2 საათით სახლში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან ბევრს მუშაობ, შევხედე რომ ჩემს სოფელს ჭირდებოდა რაღაც ძალა, რაღაც ენერგია, რომ მოწესრიგებულიყო. იმიტომ რომ როგორც ხდება ხოლმე სოფლები მიატოვეს, ნაგვით აივსო და არავინ ყველა ელოდებოდა ვიღაც სხვას, ვინც მოვიდოდა და შეცვლიდა ამ გარემოს. დავიწყე სოფლის მოსახლეობის გაერთიანება და ეს რაღაცნაირად ეს შემართება ჩემი ერთგვარი აი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმა გამოიწვიეს, რომ მოსახლეობა დამიდგა მხარში და ძალიან დიდი შემართებით დავიწყეთ სოფლის მოწესრიგება და დღეს მივედით იმ შედეგამდე, რომ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული სოფლის პარკი, გამწვანებული, შადრევნით, თავისი შადრევანი, სადაც არის თევზები და გვაქვს ასევე ძალიან ლამაზი საათი. სამომავლო გეგმები, ან მოკლედ ბუნებისა და ხელოვნების სიყვარული გავაერთიანე. შევქმნე ორანჟერია ფოტოსტუდია, ვფიქრობ პირველი აჭარაში და ძალიან ისეთი საოცარი, მაგრამ გეგმები მაქვს, რომ უნდა შეიქმნას სრული ბაღნარი. აი ძალიან ლამაზი სხვადასხვა მცენარეებით და სადაც საზოგადოება უბრალოდ მოვა და აი დაისვენებს ან ყავას დალევს. უმეტესწილად ფოტოკუთხეები, ანუ ფლორისტული დიზაინი არ მაქვს, როგორც მივხვდებით, ეს არის ფოტოკუთხეები განკუთვნილი, სადაც სეზონურად გადაიღებენ ბუნებრივ მცენარეებთან სურათებს. ხო, არ მინდა რომ ეს სიმშვიდე და ეს დავარღვიო, მე ვარ ძალიან მინიმალურზე თანხმდები, აი რაც არის, იმას ვიმყოფინებ ხოლმე და რაღაცა ეს ძალიან ჩემგან ბიზნესმენი არ დადგება, ამიტომ არ მინდა რომ რაღაცა გავაფუჭო ეს წინაპრების მიერ დატოვებული რაღაც ეს ჩემთვის საგანძურია მიწა, ესე რომ არ მინდა რომ შევეხო. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და აჭარა რუსეთმა გაანთავისუფლა თურქების ბატონობისგან, შემოიერთა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ გენერლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ომში, საიმპერატორო მიწის ფონდიდან გამოუყო მიწა და აჩუქა ციხისძირში დაახლოებით 40-მდე გენერალს მიწის აგარაკები, სადაც მათ მოიწყვენ აგარაკები და წელიწადის ორ პერიოდს ზაფხულსა და ზამთარს ისინი ასე ვთქვათ ჩამოდიოდნენ ოჯახებით აქ და ისვენებდნენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დასასვენებელი სახლი, ნიავი კომუნისტების პერიოდში ასე ეწოდებოდა ამ სახლს, მაგრამ ეს სახლი ეკუთვნოდა რუს გენერალს, რომელიც პოლონური წარმოშობისა იყო, გენერალ-ლეიტენანტი ზალინსკი.
ზალინსკის ეს სახლი ეკუთვნოდა 1921 წლამდე, ხოლო 1921 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა რუს გენერალს ჩამოართვა ეს აგარაკები და უმეტესი მათგანი გადააკეთა დასასვენებელ სახლებად და ჩვენს უკანმყოფ შენობაში იყო დასასვენებელი სახლი ვეწეროკ. ქართულად ნიავი, სადაც დაახლოებით 300-მდე აქ კიდევ დამატებითი შენობა იქნა აშენებული, ორი შენობა, რომელიც გასულ წელს ერთიანად მოხდა აღებაში და ჩამოდიოდა დაახლოებით 300 ტურისტი და ისვენებდა აქ. რაც შეეხება თავად ციხისძირში, გარდა ზალინსკის აგარაკისა, აქ იყო კიდევ დაახლოებით რამდენიმე რუსი გენერლის აგარაკი, მათ შორის პოლონური წარმოშობის კიდევ ერთი გენერალი პომორსკი და კიდევ ერთი გენერალი სკარჟინსკი. სკარჟინსკის აგარაკზე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, 1905 წელს რკინიგზის გაყვანის შემდეგ იქ ერთ-ერთ კონცხზე აგებული იქნა ფრანგი არქიტექტურის გარნიერს დაპროექტებული შენობა, რომელსაც ეწოდა კასტელო მარე. ის ეკუთვნოდა გენერალ სკარჟინსკის 1910 წელს გენერალმა სკარჟინსკმა ეს აგარაკი წააგო კარტში სომეხ მეღვინესთან ანანოვთან და ის გახდა შემდეგ ანანოვის აგარაკი. 1921 წელს ეს აგარაკი ჩამორთმეული იქნა ანანოვისთვის და იქ გაკეთდა დასასვენებელი სახლი მეცნიერება, ნაუკა რუსულად, სადაც სხვათა შორის გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის ადამიანი ამფიბია და ზღვის მარშრალი, ეს ფრანგულ საბჭოური ერთობლივი ფილმი. ასევე დასასვენებელ სახლ კასტელომარეში თავის პერიოდში, როცა ის ეწოდებოდა მეცნიერებად, ნაუკა, ისვენებდა ყოფილი საბჭოთა რეჟისორი, რომელმაც მათ დაწერა სცენარი ცნობილი საბჭოური ფილმისა ჩვენ ვართ კროშტანტი. მოგესალმებით ჩვენი სამოთხედან. ეს ადგილი გახლავთ უნიკალური. თავისი ჰავით აქ არის მთის და ზღვის ჰავის ერთად ტენდენცია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და საკმაოდ სასარგებლო არის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის. ჩვენთან კლიმატოთერაპია ზოგადად აივნიდან მხოლოდ სხდომა და ზღვის ყურება და სუნთქვა არის ერთგვარი თერაპია, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. სასტუმრო კასტელო მარე არის უნიკალური თავისი ადგილმდებარეობით და ზოგადად უნიკალურია თავისი კონცეფციით. ყოველთვის ვართ ორიენტირებული მუდამ ქართულზე, ხელს ვუწყობთ ქართულ პროდუქციას, ადგილობრივ წარმოებას და ვფიქრობთ, რომ ზოგადად ქვეყნის შენებისთვის ერთი აგური ყველა ჩვენგანმა უნდა დავდოთ და არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით. სასტუმროში წარმოდგენილია 109 ნომერი, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა კატეგორიის და სხვადასხვა მომხმარებელზე მორგებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და მოსწონდეს ზოგადად ოთახის კონცეფცია. ყველა ოთახი განსაკუთრებულად არის შერჩეული და გამორჩეული. ჩვენ არ გვაქვს ყველა ოთახი სტანდარტული ტიპის, არის ხელნაკეთი, მოხატული ოთახები და ასევე სხვადასხვა კონცეფციის თუ ფერების შეხამებით არჩეული ინტერიერი. აქტიური მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო, მოძრავი მატარებლის ფონზე ხდებოდა და ისიც გამოჩნდა ახლა, რომელიც საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი იყო და 2016 წელს უკვე გაიხსნა სასტუმრო კომპლექსი კასტელო მარე.
დღეს წარმოგიდგენთ აქ აღმოჩენას ბამბუქს, რომელსაც ჩვენ მივეცით ინდუსტრიული სახე სამზარეულოს განხრით. ძალიან ბევრი ბამბუკებია და მოვკრიფეთ, დავამუშავეთ და ჩავსვით მენუში როგორც ბამბუკის სალათის სახით. და კიდე წარმოგიდგენთ ქართულ პროდუქტს, სტეიკებს, რომელიც საქართველოსთვის ცოტა უცხოარი, ქართული რავი ესეთი რეცეპტორებისთვის, იმიტომ რომ შემწვარი სტეიკი ქართულ კულინარიაში ნაკლებად გვხვდება, არის პლადი, რომელსაც ესე ვწვავთ ჩვენ ჯიგრულად ქართველები. ეხლა დავიწყებთ ამ მზადებას, სოფო დაიწყებს ბამბუკის სალათის, მე კიდე ხორცებს მივხედავ.